მაგარი საწყენი არის, რომ დარიალის მცველებზე, ნიკო გიგაურზე არ ლაპარაკობს ხალხი, რა და ძალიან ცოტა ინფორმაცია რომ არის რა. სკოლებშიც არ ისწავლება. ძალიან წყინს. ამიტომ შევეცდები ჩემი აი ამ Facebook არხიდან, TikTok არხიდან გაგაცნოთ მათ შესახებ ინფორმაცია რა, იმიტომ რომ ისინი იყვნენ გმირები, ვაჟკაცები იყვნენ. თვეზე მეტი იცავდნენ დარიალის ხეობას რუსებისგან. ერთმა რუსმაც კი ვერ შემოაღწია საქართველოში, წარმოიდგინეთ. თვეზე მეტი. 100 კაცი, 100 მოხევე იცავდა რა. 300 კაცმა ერთი დღე ვერ გაიტანეს იქ რა ქვია. თერმოპილეში და 300 სპარტანელზე მაქვს საუბარი, მთელი მსოფლიო მათზე ლაპარაკობს. განავაკნინებ, მაგრამ უბრალოდ რა, წარმოიდგინეთ, თვეზე მეტი 100 კაცი იცავდა დარიალის ხეობას რა. 100 მოხევე ნიკო გიგაურის ხელმძღვანელობით. მაგარი ხალხი იყო ვენაცვალე მათ სულებს. პირველად როდესაც შემოვიდნენ 250 კაცი გამოიყო რუსი შემოვიდა და ზეზოფეცხელაურმა მინიშნება მისცა შემოვიდნენ და დააცადეთ. შემოვიდნენ და როგორც კი შემოვიდნენ ეგრევე თოფები დაუშინეს რა ატეხეს და მე გაჩერდა ეს ხმაური ჩამოვიდნენ და ხმლებით დაკაფეს ერთი კაცი არ გააგზავნეს უკან და έτσι შემოდიოდნენ ხოცავდნენ რა და ბოლოს მაზმიაშვილისგან მოვიდა წერილი რომ უკვე ჩვენ დაუმარცხდით თუ რა საქართველო ოკუპირებულიაო და აზრი აღარა აქვს თქვენ ბრძოლასო და ამის შემდეგ დანებდნენ და ესე დამთავრდა ეს 1921 წლის საქართველოს ოკუპაცია. ბექა კაპანაძეს აქვს მას შესახებ წიგნი დარიალის მცველები ქვია საბაზე დევს და წაიკითხეთ რა ჩემი მეგობარი არის ძალიან კარგად უწერია რა. მრავალ ახალწელს დაესწარეთ გენაცვალეთ სულ ყველას გულში.